გურჯაანში კულტურული ცხოვრება გამოცოცხლდა. კულტურის ცენტრის ახალმა დირექტორმა ბექა სონყულაშვილმა შეძლო მუნიციპალიტეტში სიახლეების დანერგვა. უფრო დეტალურად რა შეიცვალა კულტურის centris გაერთიანების დირექტორ ბექა სონყულაშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობა, პირიქით მადლობა მინდა გითხრათ, რომ მომეცა საშუალება შევაჯამო თქვათ ის პერიოდი, რაც მე აქ ვიყავი დაახლოებით 1 წლის უკან. საინტერესოა, რა რეფორმები გაატარეთ თქვენ გურჯაანის კულტურის ცენტრში, მას შემდეგ რაც დაინიშნეთ გაერთიანების ხელმძღვანელად? გურჯაანის კულტურის ცენტრში გამართა გურჯაანის კულტურის ცენტრი ტექნიკურად, ანუ გაკეთდა უახლესი განათება, განათების აპარატურა, გახმოვანების აპარატურა, სცენა მოეწყო, აქვე მინდა დავამატო, რომ მეორე, ანუ მცირე დარბაზი გაკეთდა სპექტაკლებისთვის და არა მარტო, ანუ სალონური საღამოებისთვის, ასევე გარემონტდა საგრიმიერო ოთახები და მოწესრიგდა დიდი პარტერი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კულტურის ცენტრის თანამშრომლები, ანუ გახმოვანების რეჟისორი, განათების რეჟისორი წავიყვანეთ სასწავლებლად, კვალიფიკაცია აუმაღლეთ და დღეს მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები არიან არა მარტო გურჯაანში, არამედ საქართველოში. უკვე პროფესიონალი გუნდი ყავს ამ მიმართულებით. აქვე მინდა გითხრათ, ის სპექტაკლები, ის წინსვლები, რაც მე მაშინ დავაანონსე, სულ ყველაფერი შესრულდა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ 8 პრემიერა შედგა გურჯაანის კულტურის ცენტრში. აქედან 6 იყო ჩვენთან გურჯაანის კულტურის ცენტრში და 2 ველისიხის თეატრის სპექტაკლი. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ველისიხის თეატრის ჩვენთან შემომავალია. რაც შეეხება დასს, ახალგაზრდულ დასს, დავაანონსე მაშინ, რომ შეიქმნებოდა ახალგაზრდული დასი. ახალგაზრდულ დასში დაახლოებით 35-მდე ახალგაზრდა ყავს, ძალიან მოტივირებული, ძალიან ჭკვიანები, ძალიან ნიჭიერები და ძალიან ლამაზები არიან. ვაკეთებთ სპექტაკლებს, თამაშობენ პროფესიულ სცენებზე და დადიან გასტროლებზე და ასე შემდეგ. ვითარდებიან პროფესიულად. რამოდენიმე უკვე ჩააბარა თეატრალურში, უნივერსიტეტში და მომავალ წელსაც უკვე რამოდენიმე ჩააბარებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ სულ რამოდენიმე დღის უკან გავაკეთე უკვე მოყვარულთა დასი, სადაც უკვე ცოტა მოზრდილები იღებენ მონაწილეობას და ეს დასით შეემატება უკვე გურჯაანის კულტურის ცენტრს. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი მე ვარ და სპექტაკლებში ისინიც მიიღებენ მონაწილეობას. აქვე მინდა გითხრათ, რომ სპექტაკლებში როგორც ჩვენი ახალგაზრდული დასი, როგორც ჩვენი მოყვარულთა დასი, ასევე ჩამოდიან დიდი თეატრებიდან პროფესიონალი მსახიობები და ჩვენი მსახიობებთან ერთად თამაშობენ, ასე ვთქვათ, სპექტაკლებს. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომ პროფესიულად გაეზარდნენ და წინ წავიდნენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ კასკადიორთა სკოლა რა თქმა უნდა გაკეთებულია, ჩვენი ახალგაზრდები უკვე გადაღებებზე დადიან, როგორც ქართულ პროექტებზე, ასევე საზღვარგარეთის პროექტებზე და აქვე მინდა რახან კასკადიორებზე ჩამოვარდა საუბარი, ჩვენთან იყოფებოდა ჯეკი ჩანის ასე ვთქვათ, გუნდის წევრი, ჩინეთიდან ჩამოსული, გვესტუმრა ჩვენ გურჯაანში, დავათვალიერებინეთ ის გარემო, სადაც ვარჯიში უწევთ ახალგაზრდებს, ივარჯიშეს მასთან ერთად და შეგვირდა, რომ მეგობრული ურთიერთობა ექნება და ჩვენს გაგვიყვანს საზღვარგარეთ სამუშაოდ. ჩვენ 2 ანსამბლი ყავს, ანსამბლი გურჯაანი და ანსამბლი ხარება. ორივე ანსამბლს ჩავწერეთ, გადავიღეთ კლიპი, ჩავწერეთ სიმღერა და ვცდილობთ, რომ პოპულარიზაცია უფრო გაუზარდოთ. და ახლა ანსამბლი ხარება ძალიან მალე უკვე საკუთარ სიმღერას ჩაწერს და გადავიღებთ კლიპს. აქვე მინდა გითხრათ, კვლავ იქიდან გამომდინარე, რომ გურჯაანში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა არის, გადავწყვიტე, რომ გაკეთებულიყო როკ ბენდი. ანუ გამოვაცხადეთ კასტინგი, შეიკრა გუნდი და ზოგი აქვე მინდა გითხრათ, რომ თბილისში იყო საცხოვრებლად წასული და ჩამოვიდა ამის გამო, უკვე გამართული სარეპეტიციო აქვთ, ინსტრუმენტები და სულ მალე დაახლოებით 10 ნოემბრამდე
პრეზენტაციაც იქნება ამ ჩვენი გურჯაანის კულტურის ცენტრის როკ ბენდის. აქვე მინდა გითხრათ, რომ მუშაობ ახლა იმაზე ჩამოვაყალიბო ფოლკ ბენდი და სულ მალე ამ სიახლითაც გესტუმრებით. დიახ, ესე იგი ეს ყველაფერი თქვენ შეძერით ერთ წელიწადში. რა სამმავლო გეგმები გაქვთ? კი, ერთ წელიწადში შევძელით ძალიან დიდი შრომის ნიადაგზე, ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ახლა გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორად ყოფნა და ძალიან დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რასაც ჩვენ გავდივართ. მე აქვე მინდა უთხრა ჩემს თანამშრომლებს ძალიან დიდი მადლობა, ვინც მე გვერდში მიდგას და ვინც იზიარებს ამ ჩემს იდეებს და ჩემთან ერთად აკეთებს ამ ყველაფერს. სამომავლოდ მინდა გავაკეთო კერამიკის ასე ვთქვათ სკოლა, თიხაზე მუშაობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გურჯაანის კულტურის ცენტრი, როდესაც გაიხსნა კულტურის სახლი, მაშინ აქ ფუნქციონირებდა კერამიკის სკოლა. სამწუხაროდ ნარევობის პერიოდში, ანუ ვერ შეინარჩუნა თავი და სამწუხაროდ გაუქმდა, მაგრამ დღეს გვინდა რომ ეს ტრადიცია აღვადგინოთ და ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება რომ ამ მიმართულებითაც იმუშაონ. გამithარდნენ და ისწავლონ. დიახ. და რა გამოწვევები რჩება თქვენი შეფასებით? გამოწვევები რა თქმა უნდა ბევრია. თუნდაც ტექნიკური უზრუნველყოფა რაღაც მიმართულებით კიდევ გასამართია ჩვენი კულტურის ცენტრი. რა თქმა უნდა ეს არ ჩანს ასე ვთქვათ შორიდან, მაგრამ თვითონ შიგნით არის ესეთი პატარა პრობლემები, რაც უკვე გეგმაშია და ძალიან მალე გაკეთდება და ამოიფხრება. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მუნიციპალიტეტის მერს ბატონ გიორგი მაჭავარიანს გვერდში დგომისთვის და აქვე მინდა გითხრათ, რომ ის ყველაფერი, რაც მე ახლა ჩამოთვალე, გვერდში დგომის გარეშე არაფერი არ იქნებოდა და ვერ გაკეთდებოდა. შეიძლება გქონდეს კარგი იდეები, მაგრამ გვერდში ადამიანი გჭირდება, ვინც ამაში გვერდში დაგიდგება. დიახ. როგორც ვიცი, შემოდგომის სეზონის გახსნა გაქვთ, თანაც გრანდიოზული, ამის შესახებაც მოგეყევით. კი, ეხლა მალე 4 ნოემბერს მურო გაგოშიძე გვეწევა თავის დასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება საოცარი კონცერტი, მე ნანახი მაქვს ეს კონცერტი და ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ აქ ჩამომეტანა და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ უკვე გამართული ვართ ტექნიკურად და რომ მივიღოთ ამხელა ჯგუფი უარიც არ ვთქვამთ და ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს. აქვე მინდა გითხრათ რომ დაინტერესებულები არიან დიდი თეატრები რომ ჩამოვიდნენ, მემორანდუმი გააფორმონ ჩვენთან და ხშირი ურთიერთობა გქონდეს. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ უკვე დიდი სცენაც გვაქვს გამართული, მცირე სცენაც გვაქვს გამართული და კიდევ ერთი უნიკალური შენობა, რომელიც კულტურის ცენტრის შენობაში დგას, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მანეჟი, რომელიც რაღაც უნიკალურობას წარმოადგენს და ჩვენი ლოგოც, რომელიც გურჯაანის კულტურის ლოგოდ იქცა, ზუსტად აქედან არის აღებული მანეჟიდან. ეს არის უნიკალური არქიტექტურა და ვცდილობ რომ ამ მიმართულებითაც ამოძრავდეს ეს მანეჟი. უკვე გადაღებები ხშირად მეუბნებიან მირეკავენ კინოგადაღებიდან, სარეკლამო კომპანიებიდან, რომ უკვე ამ სივრცით დაინტერესებულები არიან მათთვის აღმოჩენა და ასე ვთქვათ, რეკლამებსაც უკვე იღებენ აქ და ფილმებსაც. ძალიან კარგი. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადაუხადო ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მოსახლეობას დიდი მადლობა ასეთი ინტერესისთვის. არ არსებობს სპექტაკლი, არ არსებობს კონცერტი, არ არსებობს რაიმე ღონისძიება, ჩვენ ჩავატაროთ და დიდი ინტერესი არ იყოს. ეს მე ძალიან მახარებს და უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. და ძალიან დიდი მადლობა მინდა ამისთვის გადაუხადო. აქვე მინდა გითხრათ, მე გამომრჩა სპექტაკლი ნიკო და რატომ გავუსვი ხაზი, ანუ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სპექტაკლი ნიკო ეს იყო პირველი სპექტაკლი ჩემი ჩამოსვლიდან, რომელიც გაკეთდა გურჯაანის კულტურის ცენტრში და უკვე რამოდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ნიკოს შესახებ, სპექტაკლ ნიკოს შესახებ რეცენზიები დაწერეს
საუკეთესო თეატროსნებმა და კრიტიკოსებმა. ეს უკვე ძალიან დიდი რამეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ თეატრალურ საზოგადოებაში, თეატრალურ სამყაროში კიდევ დაიბადა ერთი ლამაზ ქალაქში პატარა ახალგაზრდული თეატრი და ეს მე მახარებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.